გამარჯობა. დიდი ხანია მანქანები არ დამიქოქავს. მინდა რომ დღეს დავქოქო რაღაც მიზეზების გამო BMW-ც, Nissan-იც, Mazda-ც და ცოტა გავიარ გამოვიაროთ. ეს სხვათა შორის გამშვები კი მინდევს ამის ვიდეო, მაგრამ ხო, ეხლა ვნახავთ ქარხნული M Performance-ის გამშვები როგორია ცივზე. ხო, როგორც ხედავთ, ცივზე აქვს ხმა. ეგა რა, ანუ ცივზე ყოველთვის ხმა აქვს. გავიდეთ. დიდი ხანია არ გამოსულ ვარ ამ მანქანით. მექანიკა რამდენი ხანია არ მიტარებია. ხა წავალ, წალს გადავალებ. მაინტერესებს ეს მანქანა დაინოზე რამდენს დაწერს ცხენის ძალას, იმიტომ რომ რაღაც ძალიან მაგრად დადის, იმაზე უფრო მაგრად, ვიდრე მე მეგონა. ამიტომ ეგ ძალიან საინტერესოა. ძალიან საკაიფო ძრავია B58, ძალიან. თორქი აქვს ძალიან ბევრი. ხმა რაღაცნაირად სუფთად და აი კარაქივით მუშაობს მანქანა, ძრავი, ძალიან მაგარი. თუმცა ჩვენთან თბილისში ხა სულ შუქნიშნებია, სულ ისეთი მოძრაობაა და ანუ სიამოვნებას ვერ მიიღებ რა. და თუ მიიღებ, კიდე უნდა დაარღვიო წესები და თან სახიფათოა რა. არ შეიძლება ხა ქალაქში 120-ით იარო. ცოტა ისეთია რა, პირველი მეორეს რო გაუწურა, უკვე ზღვარს წდები სიჩქარისას და არ გამოდის რა. და ეხა ისეც არ გამოდის, რომ რუსთავში იარო კიდე ყოველი გაზის ჩაჭერისას. არც ეგ გამოდის. კარგია ანუ ეს, მაგრამ აი ცოტა პატარა მანქანაც ასწორებს, მაგიტო ქალაქის პირობებში რაღაცა პატარა უფრო hot hatch რასაც ეძახიან. ან პატარა ჰეჯბეკები, უფრო სტრაფები რომელიც არის, გასართობად ეხა ის კარგია. აი ესე გორაობა ცოტა ძნელია რა ამ მანქანით. თან გინდა რომ სულ გაზ ჩააჭირო, თან არ გამოდის რა. რაღაცას უნდა ვიღაცას მე საფრთხე უნდა შეუქმნა, მარტო შენ თავს არ სხვას. არა და მანქანა ითხოვს რომ ჩააჭირო. ანუ 2 ცეცხლს შუა ხარ რა. აქეთ მანქანა გიბიძგებს, იქით არ შეიძლება. ან სახიფათოა, შეიძლება ვიღაცა დააზიანო, შენს დაზიანდე. ამიტომ არ გამოდის რა. რაღაცა ისეთი მანქანაც ასწორებს ხანდახან, რომელსაც პირველი, მეორე, მესამე გაუწურავ და მიდიხარ ერთი 100-ით რა, არ არღოს სიჩქარე. ზოგადად სწრაფ მანქანებს ეგ აქვს რა, რომ ქალაქის პირობებში ვერ იღებს სიამოვნებას რა და მაშინ წესი უნდა დაარღვიო და რაღაც საფრთხეები შექმნა, მაგის მომხრე ნაღდად არაო. დავიდეთ ახლა გავრეცხოთ. ესეც BMW გავრეცხეთ. ესეც ზეტი. მოდი გადავაძრობ ახლა ამას და გავაგრძელოთ. ესეც ასე. სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ზეტი არის 23 წლის. კარგად კი გამოიყურება, მაგრამ ნუ მაინც პატარაც აღარ არის რა. უნდა ერთი თვე ალბათ არ დამიქოქავს და ნახავ ახლა დავქოქოთ, ნახოთ რა სიზამს. 23 წლის არის, მაგრამ
ძალიან კარგ მდგომარეობაშია რა, ძალიან კარგად გამოიყურება. ტექნიკურადაც ძალიან კარგი მანქანა. დავქოქოთ ახლა ამდენი ხნის მერე. თუ დაიქოქება. დაიქოქა სხვათა შორის. ვარტა საკუმულატორი მაქვს და სხვათა შორის ძალიან კარგია რა. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად არ გამყავს მანქანა. ასე წავედით ახლა, გავიაროთ ჩვენი ზეტით. ზეტი მაინც რაღაცნაირია რა. აი, უფრო გრძნობ ყველაფერს. უფრო ჩართული ხარ, აი სიჩქარეების გადართვაც უფრო იგრძნობა. აი რაღაცნაირია, უფრო old school-ი. აი აქ უფრო მექანიკური შეგრძნებები მაქვს რა, აი ამ მანქანაზე. მუხრუჭი, ცადა დედამიწა, აი ეგეთი სხვაობა. ამასა და BMW-ს შორის მიუხედავად იმისა, რომ იმასაც დიდი მუხრუჭები აქვს. ესე იგი, ამ მანქანით არ მიცდია აჩქარება და მოდი ახლა ვცადოთ პირველად. ნუ არ ვიცი ახლა როგორ ავჩქარდები, მაგრამ მაინც ვცადოთ დრაგი ჩავრთვი და ნახოთ აბა. ექვსი და 30. 6 და 30 კარგია, მაგრამ მოდი ერთიც ვცადოთ. ექვსი და 13. ერთიც ხო არ ვცადოთ. ექვსი და 08 უკვე ძალიან კარგი შედეგია. შეიძლება 6-ს რო ჩამოვცდეთ, მაგრამ იყოს. ნახოთ ერთიც უნდა ვცადო, როგორ ავჩქარდებით. ხუთი და 60. აი ეს უკვე ძალიან მაგარი შედეგია. 5 და 60. ეს არის ძალიან კარგი შედეგი. ან კარგი შედეგია, მანქანა არის 23 წლის, არ დაგვავიწყდეს, თან მექანიკა. მეც ახლა ძალიან ჩქარაც არ ვცავდი სიჩქარეს. უფრო მეტადაც შეიძლება სწრაფად გადართო, უფრო კარგად დაძრა. მოკლედ 5 და 5 თავისუფლად შეიძლება დაწეროს ამ მანქანამ. ამას დავაყენებ და მოდი BMW-ს ვცადოთ. სხვათა შორის ამაზეც პირველად ვცადე ახლა. ესე დრაგით. წამზომით კი მაქვს 1-2ჯერ გაზომილი, მაგრამ ეგრე ვერ გაიგებ რა. დრაგი არის ზუსტი. ახლა ვნახოთ BMW რას იზავს. ხო, ცოტა გრძელი გადართვები აქვს ამას და მექანიკური შეგრძნება უფრო მეტად ზეთს აქვს რა. ამას უფრო იმდენად არა. მაგრამ ესეც კარგია. ყოველდღიურობისთვის ეს ბევრად უფრო მარტივია სავარაუდოდ. აი, წავედით აბა. მოდი აი მას მოვიხსნი და ისე ჩავწერ, იმიტომ რომ მანქანის ხმა უფრო კარგი ჩემო. ისე ჯობია რა. როგორც ხედავთ, საჭესთან ძალიან ახლოს ვარ რა, ეგ იმიტომ რომ მეც ეგეთი შთაბეჭდილება მქონდა თავიდან მეთქი რა არის ეს და გავწე უკან სკამი, მაგრამ მე მივხვდი რომ
ზეპლენია ძალიან ღრმა დააქვს ამას და აი ხა კიდე უკანო გავწიო, მე უკვე მეჭიმება რა, ფეხი და ბოლომდე ვეღარც მიწვევი. ასე რომ ამ მანქანით, მექანიკით, აი ესე უკან გაწეული და ესე სიარული არ გამოვა. ესე იგი მოვედი 4-ჯერ ცადე აჩქარება და ეხა მივხვდი რომ თურმე ჩართვა დამივიწყებია კამერის. ამიტომ ეხა კიდე ახლიდან ვიზავ და ვნახოთ აბა რა გამოვა. ბოლომდე არ მაქვს გამორთული მოცურება და აი ცოტა დაიჭირა რა. 5 და 59. დაბუქსავდა და დაიჭირა რაღაც მომენტში. ბოლომდეც არ მინდა რომ გამოურთო მოცურება, იმიტომ რომ მე შეიძლება ძალიან იბუქსავოს. ეგერ ვცდი, მაგრამ მოდი აბა ჯერ კიდევ ესე ვნახოთ, იქნებ უკეთესი დრო დავწეროთ. აი მაინც იჭერს რა მანქანას. 5 და 52. ხა იქიდან ვცდი გამორთვას მოცურების და ვნახოთ აბა როგორ წავა. წავიდა. იბუქსავა, მაგრამ 5 და 03. აი ეს უკვე კარგია, ესე იგი გამორთული უფრო კარგად ჩქარდება რა. ხა კიდე ერთს ვცდი, იქნებ უკეთ ავჩქარდეთ და 4 და რაღაც დავაწერინოთ. 5-დან 03. ეს არის ძალიან კარგი დრო ამ მანქანისთვის, ძალიან კარგია. და ნახოთ აბა თუ გამოგვივა უკეთესი. ვაუ, 4 და 73. ეს ძალიან მაგარია. 4 და 73. 4 და 73 ძალიან მაგარი დროა. აი ერთს კიდე ავჩქარდები და всё, მე 4 და 78 მექანიკით თან ქალაქის პირობებში ვართ, უბრალოდ გამოვედი ტრასაზე და პირდაპირ ავჩქარდი. საბურავებიც არ არის ძალიან ცხელი და მე მგონი ძალიან კარგი დროა, მაგრამ ერთსაც ავჩქარდები, კიდევ იქნებ 4 და 78-ზე ნაკლები დაიწეროს. არავინ არ მოდის. გავანულოთ და წავიდა. არა, ძალიან არის. ესე ახლიდან მაგრად კი მიდის ესე. ვაუ, 4 და 67. ნუ რავი, მეტი რაღა უნდა მოთხოვე ხა? ამ მანქანას 4 და 67 არის ძალიან მაგარი დრო. ხა გავაჩერებ და განახილებ. ძალიან მაგარი დროა 4 და 67. მექანიკა, უკანა წამყვანი, დავაბრუნოთ ახლა. კომფორტზე და გავუდგეთ გზას. ძალიან კარგი დროა ჩვენა BMW-მაც და Z-მაც ჩემი აზრით. იმიტომ რომ ორივე მექანიკა, ორივე ცივი საბურავებით და ნუ პროფესიონალი ვარ თქო, ვერ ვიტყოდი, მაგრამ ნუ ნორმალურად ვძრავ რა. ასე რომ მაგ ყველაფერს გათვალისწინებით, ჩემი აზრით ძალიან მაგარი დროა. ესეც BMW. მაგრადია რა ამ მანქანამ. არ ველოდი რომ ესე კარგად აჩქარდებოდა. ესეც ასე. ეს არის ჩემი Mazda CX-5, უკვე თითქმის 2 წელია მყავს და აი ამაზე ვიდეოს გადავიღებ. კარგად განახებთ რა როგორ არის, ვარგა თუ არა ეს მანქანა და როგორ დადის. დღეისთვის ესე გამოვიდა რა, ცოტა ისეთი ვიდეო, მაგრამ რაც არის ეგ არის. Mazda-ზეც კიდე გადავიღებ ვიდეოს და მაგასაც დავდებთ, თუ რა თქმა უნდა და გაინტერესებთ. ხო რა, ეგ იყო და ეგ, აბა დროებით.